შეშნებულიც არ ვიყავ რაღაც მეგონა რომ სხვა სამყაროში ვარ ან სად ვარ მეთქი რა ვიცი სადა ვარ და გარეთ რო გამიყვანეს მარშრუტკიდან და მეთქი სადა ვარ მე რა ვიცი სად მოხვდი ძალიან უცბად მოხდა რეულება აქციაზე მოვედი სადღაც 11 საათი 11 საათი იყო და მეკობრეებთან ერთად მივდიოდით ნელ-ნელა აი ამ ზუსტად აქ რუსტოველის მეტროსკენ და უცბად აქ მოხდა არეულობა და არეულობა მოხდა და ვერ შევამჩნია ერთი ქალბატონი თუ არ ვცდები მამაკაც იყო ძამექცა ჩემს წინ და დამახმარა იმას და უცბად ვინმე ხელი დამდა და დამიყვანა და უცბად რა მე ცემით და იმის მერე 4 თუ 5 იყვნენ მარშრუტკაში ჩამსვეს მარშრუტკაში ისევ ფიზიკური, ფსიქოლოგიური დარტყმები, ძიხილი, ყველა მეკითხებოდა რომ რა გვარის ხარ, ვინ ხარ და მეუბნებოდი ან ქარიმოვი ვარ და რა გინდა აქო და შეთათარო, რავი, მიდალიევის იგითხე შენუფლებებს და რევოლუცია იქ ჩააყენე ესე, შემდეგ რამდენიმეჯერ გაიმეორეს ეს სასამართლო პროცესი არ იყო სამართლიანი, ძალიან სუბიექტიურად იყო მოსამართლე და ციხეში ვიყავ მე 8 დღე, იმიტომ რომ პატიმრობა შემიფარდა 8 დღიანი ადმინისტრაციული და 8 დღე ვიყავი და იქ ეხლა სიმართლე გითხრა, ეხლა ციხე როგორ იქნება და მაგრამ როგორც ეხლა ფიზიკური ძალადობა შეურაცხყოფა არ იყო იქ. ჩვენ გვინდა ზუსტად სამართლიანობა, თანაცორობა, იმდენ აქ ვართ, აი იმდენ აქ ვართ, რომ ის პოლიციელები ისევ არ გაიმეორენ, რომ თქვენ ხართ თათარი, აქ რა გინდათ. ანუ ჩვენ ძლებია, შეიძლება საუგუნებია ვიბრძვით იმისთვის, რომ საქართველოს ჩვენი სამშობლოა, ჩვენ ამ ქვეყნის შვილები ვართ, აქ ვართ გაზრდილები და აქ ვცხოვრობთ, საუგუნებია. მე, მამაჩემი, მამის მამა რა, ყველანი რა, და ისევ გეუბნებიან, რომ თქვენ ხართ აქ მოსულები. აი ჩვენ იმდენ ვიბრძვით იმისთვის, რომ თანაცორობისთვის და გეთილდღეობისთვის. ხელისუფლება ცდილობს რომ შეაშენოს ხალხს, მაგრამ ჩვენ შეგვაშინებს და ჩვენ უფრო ძლიერები ვართ, უფრო მედინე ვართ, ყოველდღე იმედება ხალხი, აი ხედავთ რამდენია, უკვე მე-15 დღეა ხალხი აქ დგას და უფრო მედინე და მხნეთ არიან. პროცესებთან შედარებით ფაქტია, რომ პოზიტიური ტენდენცია არსებობს. ჩვენ უფრო ხშირად ხედავთ ეთნიკური აზერბაიჯანელი ახალგაზრდებს, თუმცა არა მარტო ახალგაზრდებს, რომლებიც აქციაში იღებენ მონაწილეობას. თუმცა ხო თავისთავად იმ პროცენტით, იმ პროპორციით არ არიან წარდგენილები, როგორც დანარჩენ მთლიან საქართველოში არის. მაგრამ ამას აქვს ძალიან ისე მიზეზები. ჩვენ რაც არ უნდა ვცადოთ, რომ შევცვალოთ ეს, ფაქტია, რომ ეს რაღაც უცებ არ მოხდება. ძირითადად ეთნიკური აზერბაიჯანელები ინფორმაციას იღებენ აზერბაიჯანული მედიიდან და აზერბაიჯანში კიდევ, ანუ ჩვეულებრივ ქართული ოცნების ნარატივები გადის ყოველდღიურად, ძალიან ისე აქტიურად. ძინა საარჩევნოდაც მასე იყო, ეხლაც აგრძელებენ ამას. აი რა ვიცი, ფაქტობრივად იგივე მეთოდებით, რომელი მეთოდებითაც იმედი მუშაობს. და როცა იმ წყაროებიდან იღებ შენ ინფორმაციას, მაშინ ხო ძალიან რთულია, რომ აქ იდგე და რაღაცა ამ პროცესის აქტიური მონაწილეობა გახდე. სხვანაირ საზოგადოებაში ვართ გაზრდილები, ჩვენთვის
ჩვენი ბავშვობიდან ქართული მედია არ იყო ხელმისაწვდომია მეინის ბარიერის გამო და იქიდან გამომდინარე სახელმწიფოს მიერ გატარებული პოლიტიკა ყოველთვის რაღაცნაირად სხვად ხედავდა და სხვად ანახვებდა რეალურად დიდ საზოგადოებას ჩვენს თემს თვითონ თემშიც არსებობდა ამ ქვეყნის უცხოდ და სხვანაირად დანახვის ესე ვთქვათ ტენდენციები და შესაბამისად რეალურად ჩვენ ვართ იმ საზოგადოების წევრები, ესე ვთქვათ, რომლებიც ფიქრობენ, რომ ამ ქვეყანაში არიან მეორე ხარისხოვნები, რომლებიც ფიქრობენ, რომ ამ ქვეყნის ბედი უნდა გადაწყვიტოთ ამ ქვეყანაში არსებული უმრავლესობის მხრიდან. და აქედან გამომდინარე ეს უმცირესობა ხშირ შემთხვევაში ფიქრობს, რომ მისი მონაწილეობა ბევრ რამეს არ შეცვლის. და შესაბამისად ეს დამოკიდებულება რომ ჩემი გამოსვლით არაფერი შეიცვლება და ჩემი ხმა არაფერს შეცვლის რეალურად ხო ამ ლოკალურ დონეზე საკმაოდ ძლიერია. სოლიდარობას მე ვხედავ ყველაზე მეტად ქალების სოლიდარობას ხედავ როცა ყოველდღურად მწერენ რა ვიცი არ გაცივდეთ, რა ვიცი ძალიან ისე ვარ, თქვენ გამო ძალიან შეწუხებული ვარ, აუ რა ცუდია რომ ამ იმაში დგახართ, იმედია გაიმარჯვებთ. აი ესეთ სოლიდარობას ხედავ, თუმცა ხო, აი შინაარსობრივად, ხო, აი შინაარსი რო ესმოდეს, ძალიან ისეთია, ცოტაა ესეთი სოლიდარობა. ძალიან რთულია, როდესაც ქვეყანაში და დედაქალაქში ხდებოდეს ესეთი რაღაცები და შენ იჯდა სახლში. ეს ადგილი გახდა იმ გაბრაზებული მოქალაქეების შფოთის, გაბრაზების, ამ ბრაზის, ამ გარკვეულწილად ამ რთული და მძიმე ემოციური ფონის გამოხატვის ადგილი. და ჩვენ ყოველდღე აქ გამოსული ადამიანები ასევე ვხედავთ ერთმანეთის მიმართ ძალიან დიდ სოლიდარობას, ერთობას და ეს რა თქმა უნდა უფრო ჩვენში აძლიერებს მომავლის იმედს და ზუსტად ამიტომ ძალიან სახიფათოსთან ერთად იმედის მომცემია აქ ყოველდღე აქ დგომა და ამ ყველაფრის გრძნობა რომ ჩვენ გვეშველება ნამდვილად, იმიტომ რომ საქართველოს მოქალაქეები დგანან ერთად.